თქვენი პასუხი ქალბატონო ირმა მოგესალმებით. მე კითხვას მე საუბრობდი სხვათა შორის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე და თქვენთან მინდა ირმა მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ გველოდებოდი ამდენი ხანი მოთმინებით. ისეთ ასვლას ვაპირებდი არ დაგიმალოთ ისეთი ჟღურტული მიდის თქვენ სტუდიაში მე მგონი სრულიად ზედმეტი ვარ ამას თუ ჟღურტული ქვია აბა მართლა ჟღურტული არ უყურებთ უბრალოდ ამ სიტუაციას და ამიტომ კარგით ირმა თქვენ საუბრობდით დესტაბილიზაციის მცდელობაზე და გარკვეულ მზადებაზე თუმცა და ფოტოც აჩვენეთ თუმცა ის ფოტო რომელიც თქვენ წარმოადგენთ ამის დადასტურებად ალბათ ვერ გამოდგება მასზე ორგანიზაცია ეროვნული ფრონტის წევრები არიან წარმოდგენილი ერთი ფოტოა მარტო არა მე მაინტერესებს ახლა რაზე დაყრდნობით ფიქრობთ ზოგადად რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ ხდება ამ ყველაფრის ორგანიზება კი ბატონო ძალიან გთხოვთ მე მთელი 1 საათის მანძილზე და კიდევ თუ არის ფოტოები მაგაზეც მითხარით აუცილებლად რა თქმა უნდა არის მე გელოდებოდით 1 საათის მანძილზე ამიტომ 10 წუთი მომეცით და ბატონ ბუკას რაც შეეხება მე ყველას გავცემ პასუხს და თქვენს გაგცემთ და თქვენ ოპონენტებსაც ასე რომ ნუ ინერვიულებთ იმიტომ რომ მთელი ამ 1 საათის განმავლობაში მე ვერ შევატყე რომ თქვენ ის სათქმელი თქვით რაც ტელემაყურებელს აინტერესებს თქვენ მართლა გონიათ რომ ეხლა ადამიანს რომელიც ზის საქართველოს მოქალაქეს ზის სადღაც კახეთში და უყურებს ტელევიზორს აი ამ გადაცემას ის აინტერესებს ვინ სად მართავთ აქციას ვინ რა თემაზე მართავთ აქციას დაემთხვევა თუ არა თქვენი აქციის ლოზუნგები ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიხართ თუ არა ეს გონიათ თქვენ თუ ეს გონიათ კარგად ყოფილა თქვენი საქმე მაშინ ერთი მხარისაც და მეორე მხარისაც ქვეყანა დღეს დგას სერიოზული რისკების ქვეშ რატო ევროპული არჩევანი არ არის აქტუალური? ერთი წამით თქვენ ახლა გონიათ ევროპულ არჩევანზე საუბრობდით ამ გადაცემის ნახევარი დაეთმო ვინ სად მართავს აქციას ქვეყანა დღეს დგას სერიოზული საგარეო რისკების ქვეშ დღეს ნაციონალური მოძრაობა რომელიც საუბრობს რომ ნატოში უნდა თურმე და რამდენი ძალისხმევა დაუხარჯავს ნატოში გაწევრიანებაზე ნაციონალურმა მოძრაობამ შეაფერხა სწორედ ჩვენი ქვეყანა ამ ნატოში ინტეგრაციის გზაზე ნატოში ინტეგრაცია რას ნიშნავს ძალიან გთხოვთ მომისმინეთ თუ შეიძლება რას ნიშნავს ეს არის ღირებულებები პირველ რიგში ადამიანის უფლებების დაცვა საკუთრების უფლებების დაცვა და ასე შემდეგ თქვენ რომელი უფლება დაიცავით სიცოცხლის უფლებას იცავდით ქვეყანაში 10 წლის მანძილზე საკუთრების უფლებას იცავდით მედიის უფლებას იცავდით დღეს რო გამოდიხართ ესე კრავებივით და საუბრობთ იმაზე რომ დემოკრატია თურმე არის ადამიანის უფლებების დაცვა თქვენ ამისი უფლება აი ახლა კადრში რო ჩანხართ არც ერთ და არც მეორე და არც დანარჩენ ბატონებს არ აგაქვთ უბრალოდ არ აგაქვთ იმიტომ რომ მედია დაარბიეთ ტელევიზიები გადაიფორმეთ ყველა ერთად საკუთრება აახიეთ ყველა ბიზნესმენს სიცოცხლე ხელყავით ასობით ადამიანი მოკალით ქუჩაში ირმა მოდი ჩემ შეკითხვას დავუბრუნდეთ რა მეხუთე კოლონა ნაციონალური მოძრაობა პირდაპირ ვამბობ და ზუსტად იმ თემაზე ვსაუბრობ ახლა არის ყველაზე ერთგული მეხუთე კოლონა დღეს რაზე დაყრდნობით ამბობთ ამას? აი ამას ვამბობ ნაციონალური მოძრაობის მთელი მოღვაწეობის ანალიზის შედეგად. და მე გეუბნევით პირდაპირ რომ ნუ სად ნუ ეძებთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებო რუსეთის აგენტებს. თქვენზე დიდი და თქვენზე ერთგული აგენტი რუსეთს არ ყოლია მეორე მსოფლიო ომის. თუმცა ირმა თქვენ ასევე იმასაც აცხადებთ რომ აი ეს რუსული პრორუსული ორგანიზაციები სწორედ ნაციონალების მხარდაჭერით იქნებაო. ამის მტკიცებულებები თუ გაქვთ. და ამასაც ვიტყვი. მიხეილ სააკაშვილი დღეს სად იმყოფება არის უკრაინაში. მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო აგენტია რუსეთის, რომელიც არის საერთაშორისო ბანდიტი. ეს ქვეყანა არის საერთაშორისო ბანდიტი. ჩემი ორიენტაცია საგარეო თუ გაინტერესებთ, მე მგონი მკაფიოდ ვაყალიბებ ამ პოზიციას. მაგრამ მიხეილ სააკაშვილზე უკეთესი შემსრულებელი რუსეთისთვის, უკეთესი გამტარებელი რუსეთის სახელმწიფო ინტერესების შტირლიციც არ იყო დამიჯერეთ რა. შტირლიცი ტირის საფლავში, რომ უყურებს მიხეილ სააკაშვილს და მე გთავაზობთ უბრალოდ გადაეცით თქვენ ხო ნახულობთ გადაეცით ეს შავთეთრი ფილმია ფერადი გადაიღოს და მთავარი როლი ითამაშოს რა ძალიან კარგად გამოუვა კარგით ირმა რაც შეეხება ახლა კოლონას მეხუთე კოლონას და თურმე რუსეთი აქმნის რაღაცა რა გეშინიათ ამ ევრაზიული კავშირი ჯერ არსებობს ევრაზიული კავშირი ბუნებაში
ამ იმ ორგანიზაციის რაშიში გაქვთ არის დეკლარირებული მისი ორიენტაცია, მისი იდეოლოგია, 3-4 კაცია გაერთიანებული და სულ საუბრობდნენ იმაზე, რომ დიახაც მათ უნდათ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა. ამ დროს ნაციონალური მოძრაობა ირმა, იმის საფრთხე არ არის, რომ რუსეთმა გამოიყენოს აი ეს კავშირი, ამაზე ნიკარორუაც საუბრობდა. სხვათა შორის ირაკლი სესიაშვილმა თქვა ჭიკაიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მართლაც შეუძლია თუნდაც 10 კაცს დესტაბილიზაციის მოწყობა ქვეყანაში. კი, როგორ არა, მე წავიკითხე. რაც წაიკითხეთ, რასაც კითხულობთ, ეს ყველაფერი კი არ მithქოს მე. მთელი უბედურება ეგ არის. გეხებათ ეს არა. ევრაზიული კავშირი არის საჯარო ორგანიზაცია, რომელიც არ მალავს მის ორიენტაციას, მის სულისკვეთებას და მის გეგმებს. თქვენ მე ის მახსოვს და რა ბატონო ირაკლი, ხა არ ჩამომიყვანოთ სტუდიაში რა ძალიან. ირმა, არა, შვიდად. შვიდად, კარგით, ირმა. გაასრულეთ თქვენი აზრი. ნაციონალურ მოძრაობას იმიტომ აქ საქმე კარგად რა. მომისმინეთ ირმა, გისმენთ ერთი წუთით. ნაციონალური მოძრაობა და მე ამაზე ვსაუბრობდი ზუსტად, თავად ქმნის რუსული, ეგრეთ წოდებული რუსული ორიენტაციის პატარ-პატარა ჯგუფებს. გამოდის 3-4 კაცი და ამბობს, რომ მე მინდა პუტინთან, რომელი დალაგებულია დღეს ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის, რომ უნდა პუტინთან. და მისი ქვეყნის ორიენტაცია არის რუსეთისკენ. მე გეუბნები თქვენ, რომ ეს ორგანიზაციები იქმნება ხელოვნურად, რომ მერე მიცვიდნენ იქ თავისუფალი ზონის, ან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოხდეს პროვოკაცია და შეჯახება ერთმანეთს შორის. ეხლა ისევ დაუბრუნდეთ თქვენ ლიდერს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებო. კაცი არის უკრაინაში დღეს. საკუთარ ქვეყანას ხო დააკარგინა მიწების 22%. დააკარგინა. ქვეყანა ხო დაანგრია და მოსპო. რამდენი ადამიანი აწამეთ და გაანადგურეს. კარგით, ირმა, ამაზე არ ვსაუბრობთ ეხლა. ჩავიდა უკრაინაში და უკრაინა დაშალა. აბარაზე საუბრობთ. ევროპული არჩევანი რას ნიშნავს? ჩვენ საუბრობთ ზუსტად მაგაზე. უკრაინაში და გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. მიხეილ სააკაშვილმა შეასრულა რუსეთის არ ვიცი, სანუკვარი ოცნება. მიარყვა მას ყირიმი, ისე იმოქმედა და ისეთი რჩევები მიცა უკრაინას და ეხლა უკვე ეხმარება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაც მიიღოს. მოდით გავიგოთ ეხლა ამ ადამიანების აზრებს. ირმა, დავასრულოთ. აზრებს, ბუმბერაზულ აზრებს usmendi 1 საათი. ხო, მაგრამ 1 საათს ვერ დაგიცნობთ, იმიტომ რომ კიდე დარბაზში 50 კაცი აზრი გამამთავრებინეთ და მივდივარ. საერთოდ არ მოვაპირებ, რომ დავრჩე და ეხლა ამათ უსმინო. არც ერთ მხარეს და არც მეორეს. ნაციონალური მოძრაობა მკაფიოდ ვამბობ და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც დაანგრია თავისი ქვეყანა და მტერსაც უკა მიწების 22%, დღეს შლის უკრაინას. და თქვენ რო ამბობთ, რომ მაედანი ეს არის უკრაინის მონაპოლარი, მე მყავს დედა უკრაინელი და მე მყავს ნათესავები უკრაინაში. ერთი კითხეთ უკრაინელებს, რა მონაპოლარია მათთვის? ვინ არის დღეს უკრაინის ხელისუფლებაში? იანუკოვიჩი იყო გასაგდები, ის იყო კორუმპირებული, მადლობთ არა მაცადეთ. მაგრამ ვინ შეცვალა იანუკოვიჩი? ვინ შეცვალა? იაცენიუკი ჯობია? იანუკოვიჩ ასე არ ფიქრობს უკრაინელი ხალხი და ამიტომ გეუბნებით საფრთხეა მიხეილ სააკაშვილი ყველგან, მაგრამ ნიღაბია, გამნიღბით დარბის სოფლიოში, რომ დემოკრატია, თურმე იმიტომ ლაპარაკობს ნაციონალური მოძრაობა და თქვენ ბატონებო მუდმივად სუეძებთ ნათელოთახში კატებს. და სულ იმაზე საუბრობთ, აგენტები გელანდებათ რუსეთის აგენტები და თქვენ ხართ, კაფიოთ ვამბობ, ნაციონალური მოძრაობა არის რუსეთის, არ ვიცი, უერთგულესი აგენტი და თავი დაანებეთ ქართველ ხალხს, რომელსაც უნდა ააშენოს ნორმალური ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა არავისთან ომი, კონფრონტაცია, დაპირისპირება. ეხლა ბატონმა ლაშამ თქვა, რომ ჩემი გზა და ჩემი ორიენტაცია ევროპულია. ევროპული ფასეულობები ვეფხისტყაოსანში რო იყო აღწერილი, რომელიც კარგით, ირმა, დიდი მადლობა, გავიგეთ თქვენი მოსაზრება, უღრმესი მადლობა. მინდა ოცნების საყურადღებო თქვა, ეხლა მან დროს ხედან და არიან ერთ იმაში ღიმილში და ბოდიშებს უხდიან ნაციონალურ მოძრაობას, რომ თურმე კარგად ვერ განახორციელეს რაღაცა, ბოდიში არ უნდა მაგას. ძალიან ცუდად მუშაობთ ბატონო ალექსი თქვენ დასავლეთში და ევროპულ სტრუქტურებთან. თქვენ რო კარგად მუშაობდეთ, რუსეთის აგენტებს არ დაგიძახებდნენ ნაციონალები და კარგით, ირმა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ ბატონო ალექსი. მადლობთ და ნახვამდის ასევე ბატონო